ვაისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ახალი რეგულაციების მიზნად ისახავს საქართველოში დამზადებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას. კანონპროექტის მიხედვით მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. უფრო ვრცლად, უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს კანონში ცვლილებები და მთლიანობაში როგორ სრულდება ქართული მეღვინეობისთვის 2025 წელი აგრორუბრიკის ფარგლებში სტუმართან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ლევან მეხუზლასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. თავდაპირველად იმ სიახლისა და ცვლილებების შესახებ უფრო დეტალურად განუმარტოთ მაყურებელს, რომელზეც მე შესავალ ნაწილში ვახსენე, რადგან ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც კი ბოლო წლებში ამ მიმართულებით გადაგიდგამთ, რადგან ამან გარკვეულწილად აი იმ საკითხზე სპეკულირება უნდა დაასრულოს, რასაც ხარისხთან დაკავშირებით მუდმივი საუბარი ჰქვია. რა ცვლილებებია? უფრო დეტალურად რომ გითხრათ და რეალურად ეს შეძლებს კი საბოლოოდ იმ პრობლემის მოგვარებას, რომელზეც მუდმივად არის ხოლმე საუბარი ან ეჭვი, რომ რამდენად ხარისხიან ქართულ ღვინოს ვაწარმოებთ. მოგესალმებით, პირველ რიგში უღრმეს მადლობა მოწვევისთვის და აი ამ ჩვენთვისაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისთვის. მივესალმებ ჩვენს ტელემაყურებელს. რამდენიმე ფაქტორი მინდა დავასახელო ამ შემთხვევაში. პირველი ის რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნამდვილად ამ ბოლო 10 წლეულში შეიძლება ითქვას კლებულობს მოხმარება და აღენიშნება წარმოება, რაც ასევე ისახება იმაში, რომ საქართველოში მთავრობად მუდმივად უწევს ჩარევა რთველში შესაბამისი ინსტრუმენტებით, პლუს ის რომ კონკურენცია ბაზრებზე, საერთაშორისო ბაზრებზე გამუდმებით მატულობს, ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის ღვინო იწარმოება, ისეთი ეგზოტიკური ღვინო ქვეყნების აქამდე ეგზოტიკური ქვეყნის ღვინოები ჩდება, როგორც ვთქვათ, ჩეხეთი, პოლონეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ასე რომ საქართველოს თავისი გეოგრაფიიდან, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ერთადერთი გზა აქვს ასეთ პირობებში, ეს არის ხარისხი, ეს არის უმაღლესი ხარისხის თუნდაც ნიშური პროდუქტი და ჩვენ არ გვაქვს თქვათ ის შესაძლებლობები როგორიც აქვს ავსტრალიას და თქვათ სამხრეთ აფრიკას რომ მასშტაბის ეკონომიურობის ხარჯზე ფასის კონკურენციაში შევიდეთ სხვადასხვა თქვათ თუნდაც ესპანეთთან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი გზა არის მარტივი ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს, ეს არის უმაღლესი ხარისხი, ეს არის განსაკუთრებულობა, ეს არის განსხვავებულობა და ეს არის ის ისტორია, რაც ღვთისმსხალობით მომადლებული გვაქვს, მაგრამ ამ ისტორიას უნდა შესაბამისი პროდუქტით მხარდაჭერა. ყველაფერი, რაც მე ახლა ვისაუბრე, იწყება ვენახში. თავისთავად. სამწუხაროდ ტექნიკური შეცდომებიც კი ხდებოდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ამით ვამაყობთ, რომ ბოლო 10 წლეულია ვენახები შენდება და დარგისკენ ინტერესი ძალიან დიდია, მაგრამ სპონტანურია ძალიან ხშირად ეს გაშენება, ნებისმიერ ფართზე, რაც კი გვაქვს, ვაშენებთ ვენახს, რაც საბოლოო ჯამში ისეთ ტექნიკურ შეცდომებამდე კი მივდივართ, როდესაც მაგალითად ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კომპანიასაც კი დაემართა, როდესაც ზედმეტად თიხნარ ნიადაგზე გააშენეს ვენახი და დრენაჟის არქონის გამო რამდენიმე წელიწადში ეს ვენახი გახმა. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც თქვათ ფერმერი არ იხედება ელემენტალურ სპეციფიკაციაში და ვენახს აშენებს იმ ზღვის დონიდან უფრო მაღლა, ვიდრე არის დაშვებული და ვიდრე საჭიროა ხარისხის კუთხით აი ამ კონკრეტული ადგილწარმოშობის წარმოებისთვის. ასე რომ ეს ყველაფერი ერთის მხრივ ტექნიკური პრობლემებიც მოგვარდეს და მეორეს მხრივ კიდევ ორიენტირებული ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ ხარისხზე, მიღებული იქნება მსგავსი გადაწყვეტილება. კანონში უბრალოდ თქვათ იწერება, რომ დასაჭირო იქნება ეს შეთანხმება. დანარჩენი უკვე შესაბამის კანონქვემდებარე აქტში გაიწერება, რომელიც ჯერ არ არის მზად, რომელიც კანონი მიღებისთანავე დაგვავალებს ჩვენ ამ აქტის შემუშავებას და იქ უკვე იქნება გაწერილი ის პირობები, რაც მსურველმა უნდა
შეგვითანხმოს და შესაბამისად გაითვალისწინოს შემდგომი ჩვენი რეკომენდაცია. სწორედ ეს უნდა მეკითხა, რეალურად რა ფორმით მოხდება ამ საკითხზე შეთანხმება და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რა ჩაითვლება სამეწარმეო მევენახეობად. ანუ რა მოცულობის ვენახს უნდა ფლობდეს, დაუშვათ ესა თუ ის ფიზიკური პირი, რომ ის ჩაითვალოს, რომ დაუშვათ ამ ვენახიდან მიღებულ შემოსავალს ის როგორც სამეწარმეოს ისე შეხედავს და პირობითად გაყიდის. ანუ ეს დეტალები არის თუ არა ჯერ უკვე ცნობილი თუ დაუშვათ შემდგომში უნდა განისაზღვროს. ანუ ეს არის ალბათ თემა, რომელიც ნებისმიერ მევენახეს აინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საკუთრებაში ვენახი და იქიდან არა დიდი მოცულობით, მაგრამ რაღაც გარკვეული მოცულობით მაინც ყიდის ხურძეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ავუხსნათ რეალურად რა ითვლება სამეწარმეო ვენახად. პირველ რიგში დეტალები ნამდვილად ზუსტდება, მსჯელობა მიმდინარეობს ამ საკითხზე და შესაბამისად ალბათ უკვე ადრეულ თებერვალში, თებერვლის პერიოდში გვექნება მზად აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი, რაც კიდევ ერთხელ ვუძახი კანონის მიღების შემდეგ ავტომატურად მინისტრის თვითონ კანონის მიღება რა ეტაპზეა? კანონი მოიწონა საქართველოს მთავრობამ და არის პარლამენტში გადაგზავნილი პროცედურებია საჭირო, როგორც ჩანს, უკვე გაზაფხულის სესიაზე საბოლოოდ იქნება მიღებული. ანუ 2026 წლის რთველისთვის ეს ცვლილებები უკვე ძალაში იქნება? თუმცა ნახეთ, ამ შემთხვევაში ეს ეხება ვენახების გაშენებას. არსებულ ვენახებს ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა. ეს მნიშვნელოვანი დაზუსტებაა. რთველზე თუ გვექნება დრო ვისაუბროთ და იქ სხვა რაღაც სიახლეები გვინდა დავნერგოთ, ხოლო რაც შეეხება იქ გაშენებას, მოდი თუ შენ თან მით უმეტეს გაცხადებული გვაქვს რომ ყურძენი არ უნდა დარჩეს ჩაუბარებელი, თუ შენ იმის იმედზე ხარ რომ სახელმწიფო დაგეხმარება, ჩაიბარებ შენ ყურძენს, მაშინ მოდი გაითვალისწინე ყველა ის მნიშვნელოვანი პირობა, რაც უნდა დააკმაყოფილო, რომ შემდგომში ყურძნის ჩაბარებაზე, რეალიზაციაზე არ შეგექმნას პრობლემა და ეს ფაქტორები არის დაწყებული ნიადაგის შემადგენლობიდან, დამთავრებული, ვთქვათ, ექსპოზიციით ფერდზე, მის მიმართ, ჯიშები, რა თქმა უნდა, ყველაფერზე რეკომენდაციის სახით ეხლაც არსებობს შესაბამისი ნორმატიული აქტი, სადაც რეკომენდირებული ჯიშები არის, ვთქვათ, გაწერილი. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ერთხელ მრავალფეროვნების და დივერსიფიცირების მიზნით უფრო წინ და უპირატესობა მივანიჭოთ შედარებით იშვიათ ჯიშებს თუნდაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გავმეორდები, ყველა ეს პირობა, მოთხოვნა იქნება ჩამოწერილი შესაბამის ნორმატიულ აქტში, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში არავის არ შეექმნება პრობლემა. რაც შეეხება კითხვას კომერციული სიდიდეზე არ არის დამოკიდებული, კომერციული არის ყველა ის, ვისაც აქვს სურვილი ეს ვენახი, ეს ყურძენი, ამ ვენახიდან მოწეული ყურძენი გაყიდოს ბაზარზე ან ჩააბაროს სახელმწიფოს. შესაბამისად ძალიან ხშირად თუ რა თქმა უნდა ვენახი არის საკარმიდამო, როდესაც მე ჩემი მოხმარებისთვის ვამზადებ ღვინოს, ეს არანაირი რეგულაცია პრინციპში მათ არც ეხებათ, არც აქამდე და არც ახალი რეგულაცია არ შეეხებათ. კი ბატონო. რაც შეეხება თვითონ წელს, 2025 წელი სრულდება. როგორი იყო 2025 წელი მთლიანობაში მეღვინეობის სექტორისთვის? რა შეძელით იმ გეგმებიდან, რომელიც პირობითად წლის დასაწყისში ვთქვათ, ჰქონდა და რა ვერ და რა გადავიდა 2026 წელს როგორც ერთგვარი გამოწვევა? კი, ზოგადად საკმაოდ გამოწვევებით ახსავს ესე ვიტყოდი, წელი იყო 2025, ეს შეეხებოდა როგორც საერთაშორისო ბაზრებს, ასევე რთველს, ბაზრებს რაც შეეხება იყო, თავისთავად ცხადია, რომ ომს ყოველთვის აქვს გავლენა, მათ შორის ჩვენ დარგზე, მათ შორის როდესაც გვაქვს სურვილი და ფაქტია, რომ 70-ზე მეტ ქვეყანაში გადის ქართული ღვინო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზეც და ასე შემდეგ. იყო წლის დასაწყისში გარკვეული ჩავარდნა ექსპორტის კუთხით, თუმცა ჩვენ შარშან დავაანონსეთ ჯერ კიდე, რომ რუსეთის
აქციზის ზრდის გამო ეს არის მოსალოდნელი, იმიტომ რომ იქ შარშან არაბუნებრივად ბევრი გადაიტვირთა და ხდებოდა დამარაგება, ასე ვთქვათ, და რამაც რა თქმა უნდა მე გავლენა მოახდინა შემდგომ რეალიზაციებზე, თუმცა დავინახეთ ისიც და ესეც ვიწინასწარმეტყველეთ, რომ წლის ბოლოსკენ ეს ყველაფერი ნელ-ნელა და ჩადგებოდა ჩვეულ კალაპოტში და წლევანდელი ექსპორტი ფაქტიურად უკვე დაეწია შარშანდელ მაჩვენებელს, მცირე ჩამორჩენა კიდევ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ დეკემბერში გარკვეულ წილად ესეც აღმოიფხვრება. აქ კიდევ ერთი ფაქტორი იყო ის ტარიფების დაანონსება, რომელზეც ჩვენ გადაცემაც კი მიუძღვენით, კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის, მაგრამ ამანაც მოახდინა გავლენა, კერძოდ რამდენიმე პერიოდი ამერიკაში თითქოს შეჩერდა შეკვეთები, იქიდან გამომდინარე, რომ ელოდებოდნენ გარკვეული მოლოდინები იყო, კი ბატონო. ცუდი მოლოდინები შექმნა ამ ყველაფერმა, მაგრამ იქაც წლის ბოლოსკენ უკეთესი სიტუაციაა და იმედია, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ გაჯანსაღდება მომავალ წელს. რაც შეეხება რთველს, აი რამდენი გამოწვევა ვახსენე და ამ ყველაფრის საწყისი არის და საწინდარი, რომ ჩვენ ყარად დავდგეთ ფეხზე, არის რა თქმა უნდა განსაკუთრებული ხარისხი. რაც იწყება რთველით, იწყება ვენახით. სამწუხაროდ სექტემბერი არ იყო კარგი ამინდების გამო. ხოჩეს ამან გარკვეულწად შექმნა ის ერთგვარი რიგები, საცობები, ანუ ამ კუთხით საცობ. მათ შორის ხარისხზეც იყო გარკვეული პრეტენზიებიც ამ ნაწილში. რაც ყველაზე მეტად ხო, ანუ რიგებს კიდე მოევლევა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად დაგვწყდა, ასე ვთქვათ, გული ხარისხზე იქონია ამან გავლენა, იმიტომ რომ მთელი მიზანი მევენახეობის არის, რომ ვაზმა შეძლების და გვარად საუკეთესოდ წარმოაჩინოს და მთელი თავისი ცხოველმყოფელობა დახარჯოს ნაყოფზე, ანუ ყურძენზე, მაგრამ როდესაც ესეთი კატაკლიზმა ხდება, როდესაც აუარებელი წვიმა და ბუნებრივია, რომ ვაზი უკვე ფესვით განზავება ხდება ელემენტარულად ამ ნაყოფის და ის ყველაფერი, რისთვისაც ჩემ მთელი წელი იღწვი, შედარებით ნაკლები კონცენტრაციით არის ზღვაში, მაგრამ აქ არის კიდევ მეორე მხარე, შენ თუ შეძლების და გვარად და ყველაფერს იმას გაითვალისწინებ, რისგანაც ჩვენ მივდივართ პირველ რიგში სხვა ფორმირების დროს, როდესაც ზღვას ნაკლებად დატვირთავ, ან მეორე თუნდაც კრეფის დროს არ იქნება ეს მე მესმის რომ ეს სპონტანური კრეფა გამოიწვია სწორედ ბუნების თქვათ შიშმა ბუნების მიმართ და ამინდის მიმართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვაცალოთ ყურძენს დამწიფება, ამიტომ კიდევ ერთი სიახლე რაც გვექნება მომავალ რთველზე შემოვიღებთ კიდევ ერთ შაქრიანობის მაჩვენებელს, იმიტომ რომ წელს დაგვანახა რთველმა რომ ძალიან ბევრს ძალიან დაბალი შაქრიანობა 14%. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. აქედან გამომდინარე, იქნება ახალი ეხლავე შემიძლია უთხრათ 17% შაქრის შემცველობის, რის ქვევითაც ესეც შემიძლია უკვე უთხრათ დადასტურებულად ვიცით რომ ფასი იქნება ძალიან დაბალი, გათანაბრებული იქნება ჰიბრიდებს, ანუ სადღაც 30 თეთრიც კი. ასე რომ ამიტომ გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი უნდა აუცილებლად გაითვალისწინოთ, ასევე მინდა უთხრა რომ ის 19 მაჩვენებელი აიწევს, ვფიქრობთ რომ თეთრში ეს იქნება 21, წითელში კიდევ უფრო მეტი. 19-21 რა? შაქრიანობა, რა თქმა უნდა და შესაბამისად ანუ 19 იქნება მინიმალური ზღვარი? 19 არა, ნახეთ 17 იქნება მინიმალური ზღვარი, რომლის ქვევითაც ძალიან იაფად ჩაიბარებს სახელმწიფო ყურძენს 17-დან 21-მდე თეთრის შემთხვევაში და 17-დან 23-მდე წითლის შემთხვევაში იქნება ის ფასი უფრო ნაკლები კიდევ ვიდრე იყო წელს იყო ლარი შეგახსენებთ არა ხარისხიან ყურძენზე, ხოლო უმაღლესი ხარისხის კუნძულზე რომელიც იქნება 21 ზევით და 23 ზევით წითელში იქნება უკვე
ის ფასი, რომელიცაც საღვინე ყურძენს იბარებს სახელმწიფო. კი ბატონო. და თვითონ ჩვენი საუბრის ბოლოს იმ ბაზრებზე, რომელზეც საკმაოდ ისეთი კარგი მარკეტინგული კამპანიები გაქვს ჩატარებული, ხო? თვითონ რამდენად წამოყვანს კერძო სექტორი, ბიზნესი, რამდენად აქტიურები არიან ისინი ამ ახალი თუ უკვე არსებული ბაზრების ათვისების კუთხით, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა საკმარისი არ არის, ხო? რეალურად ბიზნესიც უნდა წამოვიდეს ამ მიმართულებაზე. ისინი სხვა შორის ამ ეთერში მუდმივად ამბობენ ხოლმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბაზრების სეგმენტაცია, რომელიც ამ შემთხვევაში ღვინის ეროვნულ სააგენტომ გააკეთეთ, რომელსაც აქცენტს ვაკეთებთ. მაგრამ თვითონ ბიზნესი რამდენად აქტიური იყო 2025 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით და რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სხვა ტიპის პროდუქტი უნდა შევთავაზოთ და არა ის პირობითად, რაც აქამდე გქონდა. კი, ну ფაქტია, რომ წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, დივერსიფიცირება არის საგრძნობლად მეტი, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში, რაც უკვე გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ბიზნესმა გაიხედა ჩვენთან ერთად სხვა ბაზრებისკენ. უბრალოდ მაგალითების ეხა იმაში რო არ ჩამომართვან ტენდენციურობაში არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან ბევრი მსხვილი კომპანია არ აკლებს ღონისძიებებს, თქვა დიდ ბრიტანეთში, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგივე ჩინეთის მიმართულებით. აზიური ბაზრები რამდენად საინტერესო გახდა. წელს ძალიან კარგი ზრდა გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ აი ამ COVID პანდემიის საბოლოოდ დამთავრების შემდეგ თითქოს ბუმი აი მაგალითად კარგი ზრდა რამდენი პროცენტია? 20%-ამდეა ჩინეთში. მატება წინა წელთან შედარებით, კი. და მთლიანობაში ეს რამდენ ბოთლს მოიცავს, უფრო თვალსაჩინო იქნება, რომ მივხვდეთ. ნუ ჩინეთის შემთხვევაში ეს არის ვთქვათ დაახლოებით 3-4 მილიონი ბოთლი. მარტო პრინციპში არ არის ცუდი შედეგი. ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. გვესმის, რომ ახლა როდესაც რუსეთის ბოთლების რაოდენობას უყურებენ ხოლმე, იმასთან შედარებით შეიძლება ცოტა მოგეჩვენოს, მაგრამ საგრძნობია და მნიშვნელოვანია. მაშინ თვითმფრინავობაში ექსპორტი როდესაც შემცირებული, ეს რით არის განპირობებული? ეს იყო აი იმ ფაქტორით, რაც მოგახსენეთ, შარშან რუსეთში გადაიზიდა ძალიან ბევრი წლის პირველ ნახევარში, იმიტომ რომ იქ 1 მაისიდან გაზარდეს აქციზი. მთელი პირველი ნახევარი რუსეთში ფაქტიურად მხოლოდ ისეთი გადაზიდვები იყო, რომელსაც არ მოყვება რეალური გაყიდვები. ანუ დასაწყობებას ჰქონდა ადგილი, რამაც წელს უკვე პირველ ნახევარზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. არის კიდე ერთი გამოწვევა, რუსეთმა ისევ დაანონსა მომავალ წელს აქციზის ზრდა. თუმცა, ну, ეს კიდევ ვიძახი, ეს ის გარემოებებია, რაც ჩვენთვის მოცემულობაა. ეხლა ჩვენ ვერანაირად ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერანაირად ვერ მოვახდენთ, ამიტომ ჩვენ უნდა ახალ თამაშის წესებს მოვერგოთ და ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია თუნდაც ბიზნესისთვის, რომ შეიძლება მეტი დივერსიფიცირება ბაზრებზე. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რა თქმა უნდა, კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ. წელი კი შევაჯამეთ, მაგრამ თუ რაიმე მნიშვნელოვანი იქნება 2025 წლის ბოლომდე და 2026-ის თავისთავად, ლევან მეხუზლა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.